ტონის კლების დროს ადამიანების 80% უშვებს ამ სამ ძირითად შეცდომას. თუ შენს მათ რიცხვს მიეკუთვნები, ვიდეოს ბოლომდე მოусმინე, გამოასწორე შეცდომები და წონის დაკლებას შეძლებ ძალიან მარტივად და კომფორტულად. შეცდომა პირველი: მიირთმევ დიდი რაოდენობით ხილს. ხილი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, შეიცავს ბევრ საჭირო ვიტამინს და მინერალს, მაგრამ ასევე შეიცავს შაქარს, ფრუქტოზას. ამიტომ ხილი მიირთვი დღის პირველ ნახევარში, ზომიერად წონის კლების დროს. შეცდომა მეორე: ხშირი წახემსებები კვებებს შორის. ხშირ-ხშირად და ცოტ-ცოტას ჭამას ჯობია ჭამო თავის დროზე და ნოყიერად, რადგან ხშირი სუსნაობის დროს გამოიყოფა შენს ორგანიზმში დიდი რაოდენობით ინსულინი. ის კი ბლოკავს ცხიმის წვას. მესამე შეცდომა: ჭამ ცოტა ცილას. ცილა ჩვენი ორგანიზმის ძირითადი საშენი მასალაა. მის გარეშე ვერ დანაყრდები, იქნები უხასიათოდ და წონის კლების დროს კანი ჩამოგეწელება. თუ გსურს ჩემი მენტორობით დაემშვიდობო სამუდამოდ ზედმეტ კილოგრამებს, შეცდომების გარეშე მიიღო იდეალური შედეგი, ინდივიდუალურ კონსულტაციაზე ჩასაწერად მომწერე პირადში. მე აუცილებლად დაგეხმარები.